გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ პრემიერი გამოვიდა და განაცხადა ჩიჩილაკამ, რომ თურმე ისე გამდიდრებული ვართ, რომ აგერ 90,000 ადამიანი თურმე ამოსულა სიღარიბიდან, სიღატაკიდან და მინდა ამ ყველაფერს გამოვეხმაურო, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გამოვეხმაურებოდი, სანამ ახლა ჩიჩილაკამ დაგმოძღვრა და ისე რომ გამდიდრდით თურმე ვერ გებულობთ ამას. ხო, მანამდე მინდა 1-2 სიტყვით გუშინდელ აქციას გამოვეხმაურო. გუშინ ქართველთა დიდი გაერთიანება ამათ მიერ წარმოებული დამპალი ანტიეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ აქციას მართავდა და რა ვიცი ახლა როგორ გითხრათ, ჩემო კარგებო, იყო დაახლოებით 500-დან 700 ადამიანამდე იყო, ეს რაოდენობა იყო, ყველა კიდე კადრში არ ჩანს. იქ ატყდა ერთი ამბავი, რომ ზოგ-ზოგი ერთმა მე მეტი მეგონა, მეც ველოდებოდი, ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. დღევანდელი რეალობიდან გათვალისწინებით. უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას. რა რეალობაც აგვაქვს ქვეყანაში. ქვეყნიდან, საიდანაც ყველა პატიოსანი და წესიერი ადამიანი იძულებულია გაიქცეს. რომ თავი გადაირჩინოს, ამათ ვერ შეუძრება, ვერც ნაცს და ვერც ქოც. ქვეყანაში, სადაც უსამართლობა, ტერორი, შიში, 1000 უბედურება არის. ამ პერიოდში შეიკრიბოს 500-დან 700 კაცამდე სამშობლოს მიმართ პატრიოტიზმით, უანგაროდ, ყოველგვარი ფულის, ყოველგვარი დაფინანსების, ყოველგვარი ტრანსპორტირების გარეშე და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, იმიტომ რომ მე რეალობას გეტყვით, გამოვიდეს რომელიმე ახლა პოლიტიკოსი, გამოვიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია ნებისმიერ ფლანგზე, გინდა ნაცურ, გინდა ქოცურ ფლანგზე და გინდა ნებისმიერი პოლიტიკოსი გამოვიდეს და თქვას შეკრება და მოვიდეს 500 და 700 ადამიანი მის დაძახილზე ყოველგვარი დაფინანსების, ყოველგვარი პროპაგანდის, ტელევიზიების და სხვა ბევრი რაღაცეების გარეშე. არ არის ესეთი დღესდღეობით საქართველოში, ამიტომ რეალობიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენ. ძალიან კარგია. წინაზე მეტი ვიყავით, მომავალში კიდე მეტი ვიქნებით და ნელ-ნელა მოიკრიბება საქართველოში ის რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც საკუთარი სამშობლო უანგაროდ უყვარს და ფულის გამო კი არ დადის აქ აქციებზე, დადის სამშობლოს სიყვარულის გამო. მერე შეგვეძლება უკვე რაღაცა შევცვალოთ ამ ქვეყანაში. მანამდე არაფერი არ გამოვა, თუ ძალა არ შევიკრიბეთ და თუ ძალა არ ვიქენით, მანამდე აზრი არ აქვს, დარჩება ეს ყველაფერი Facebook-ის პოსტების დონეზე, YouTube-ის ლაივების დონეზე და ასე შემდეგ. თუმცა, რასაც ვატყობთ, აქვს შედეგი ჩვენს საქმიანობას და მოიმატებს კიდე ხალხი. გენაცვალეთ ყველა უანგარო ქართველს, ვინც იყავით, ვისაც გინდოდათ მოსვლა და ვერ მოხვედით, ზოგი საქართველოში იყავით, ზოგი საქართველოს საზღვრებს გარეთ იყავით და არა უშავს, ასია, ნელ-ნელა წინ წავალთ, რაც მთავარია. ეხლა მინდა ისევ დაუბრუნდე და მოუბრუნდე ამ სიბრძნეს, რომელიც სიბრძნეც დღეს, ესე იგი, ადამიანი ვერ ასწრებ ტყუილებიდან ტყუილებს გაცე პასუხი. იმ მასშტაბის ტყუილებში არიან ჩაბმულები, ეს ნაცქოცური ხელისუფლება თავისი პროპაგანდონებით, უბრალოდ ვერ ახერხებ ადამიანი, რომ რამენაირად დღეს ერთი ტყილი თქვა და გასცი ამ ყველაფერს პასუხი და მერე გამოხდეს უცებ მეორე დღეს და მეორე ტყილი ისეთი რაღაცა უზარმაზარი, გრანდიოზული ტყილი დაახეთქოს და ამას გასცე პასუხი. ამიტომ ახლა მე ღრმა ეკონომიკურ თეორიებში ჩასვლას არ დავიწყებ, ნამდვილად არ დავიწყებ და მინდა ზედაპირულად გავცი ამ ყველაფერს პასუხი რა, თურმე ქვეყანაში ბოლო წლებია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს თურმე და სიღარიბე დაიძლია და 90,000 მოქალაქე ამოვიდა გაჭირვებიდან და ესე შემდეგ და ვაშა მალე კომუნიზმში შევალთ თურმე რა. და რა თქმა უნდა ახლა ამაზე წივიან მთელი ამათი ტროლბოთ ზაოდები, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილი და დაფინანსებულია. თავისი უშიშროების ტროლბოთ ზაოდები, ამათი პროპაგანდონი ტელევიზიები, იმედი, პოსტივი, რუსთავი 2, შენდებით ხალხო, კარგად, ამათი პარტიული აქტივი და ელექტორატი და მორჩა რა ჩერდი ხალხო, აშენებისკენ მიდის ქვეყანა და ხმას როგორ იღებ? რა თქმა უნდა. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგო, მე მინდა მოკლედ გავცე რა ამ ბიოლოგიურ ნაგავს და მის ბიოლოგიურ ნაგვებს. ახლა ვინც აი ამ ტყილს
აჯერებენ იმას, რა ქვია, მოსახლეობას. Რომ თურმე რაღაცა ეს ეკონომიკური ძვრები და ესაა და ის. ამაზე მე უფრო დეტალურად არჩიბალდი უშუალოდ ეკონომიკის საკითხებში ძალიან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ძალიან ღრმად ინფორმირებული და განათლებული და მოაზროვნე ადამიანია და მე გავაკეთებთ ერთ YouTube-ის სტრიმს ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს მინდა გითხრათ, რომ ექნება ჩემს YouTube-ის არხზე ვიდეო ლაივი დიტო ჩუბინიძესთან ერთად განვიხილავთ ხვალ 26 მაისია და 26 მაისის თვითონ ამ დღის გამოცხადება როგორ მოხდა პირველი იმ პერიოდის პირველი ხელისუფლების მთელ მოღვაწეობას ყველაფერს აკეთე, ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება მითები და რეალობა რაც არის შექმნილი და ამიტომ გელოდებით საღამოს 9 საათზე ჩემს თბილისის დროით ჩემს YouTube-ის არხს. ეხლა კი გავყვეთ ამ ყველაფერს რა, როგორც ვაჟბატონი გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე ესე იგი აღმშენებლობა არის ქვეყანაში და თურმე ნუ მოკლედ არ ვიცით რა, შევდივართ თურმე იმაში, რა ქვია, კომუნიზმში. მოკლედ შემოკარგებო, დავიწყოთ ყველაფერი ეხლა სტატისტიკიდან. მით უმეტეს ეხლა ეკონომიკას და ციფრებს უყვარს სტატისტიკა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, რატო ხდება ქვეყანაში რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა რატო ხდება და რატო ხდება ის რომ შეიძლება ვიღაცას უნარიანი ვინც არ იყო გახდა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი თუ ეტეს ბოლო პერიოდში. აი ეხლავე ძალიან მარტივად აგიხსნით ამ ყველაფერს. მოკლედ ამ ყველაფრის ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების მთავარი, ესე იგი, ამოსავალი წერტილი არის ემიგრაცია. არ უნდა შორს წასვლა. არ უნდა შორს წასვლა, დღეს 21 საუკუნეა, ამათ უყვართ ესე თქმა. შეგიძლიათ GPT ჩატს მოკითხოთ, შეგიძლიათ ესე რა ქვია Gemini-ის კითხოთ, თქვენი სიამოვნებიდან გამომდინარე, რომელსაც გამოიყენებთ და ჩაწეროთ სტატისტიკა. მოსახლეობის სტატისტიკა საქართველოში ემიგრაციასთან მიმართებაში და ძალიან მარტივად გეტყვით, რომ 2021-2025 წლებში საქართველოსთან ემიგრაციაში წავიდა 718,318 მოქალაქე. ხედავთ ხალხო ეს რამხელა ციფრია? რიცხვია? უკაცრავად. ხედავთ რამხელა რიცხვია? კი, რაღაც ნაწილი დაბრუნდა, რაღაც ნაწილი წავიდა, რაღაც ნაწილი გამოადეპორტეს, მაგრამ წავიდა ქვეყნიდან და ამ მათგან 90% თუ მეტი არა, წავიდა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და ოჯახის წევრები გადაარჩინოს, ზოგიერთი პირდაპირი გაგებით გადაარჩინოს, წაიყვანოს იქ სამკურნალოდ ან საარსებოდ უბრალოდ საქართველოში არა. დანარჩენი წავიდა სამუშაოდ იმისთვის, რომ 2 კაპიკი გამოუგზავნოს ოჯახს. შრომითი მიგრაცია. და აი ამხელა გაზრდილი რაოდენობა არის მოსახლეობის. ხლა ესენი მოგვაწვდიან მეორე სტატისტიკას, რომელიც არის საქართველოში მოსახლეობის ზრდა. აი აქ არის ძაღლისთავი დამარხული თურმე პირიქით საქართველოში 3,900,000-ია. არა ჩემოკარგებო, საქართველოში ქართველები არ არიან და საქართველოს მოქალაქეები არ არიან ისინი. ისინი არიან ყველა ჩამოსული მიგრაციით მიღებული მოსახლეობა, შრომითი მუშახელი თუ სტუდენტები თუ აი ეგ არაბული ქალაქების დამაარსებლები, რომლებიც უფრო მეტი არიან ვიდრე საქართველოსთან გასული ქართველობა. და თავისთავად ამ ხალხმა რომ ჩამოვიდნენ აქ ზოგმა ფული ჩამოიტანა, ზოგი სტუდენტობას იხდის და ესეც თავისთავად ესეა. მოკლედ დააკვირდით. და ეს ეკონომიკურ ციფრებში, რა თქმა უნდა, ცვლილებას ახდენს სერიოზულს. დააკვირდით ემიგრაციას, გასვლა. ეხლა დააკვირდით საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ეკონომიკური აღმავლობის ფორმულას. დააკვირდით ეს არის საქართველოს ბოლო 5 წლის სტატისტიკა საქართველოში ფულადი გზავნილების. გაქცეული ადამიანები ქვეყნიდან გაჭირვება შიმშილს, სიღატაკეს, პირდაპირი გაგებით შიმშილის სიკვდილს და უწომლობით სიკვდილს. გაქცეული ადამიანები და მათ მიერ ოჯახების მიმართებაში გამოგზავნილი თანხები. დააკვირდით 2020 წელი ჯერ კიდე პანდემიური პერიოდი არის, როდესაც რაც იყო ხალხი გასული. 2021 წლიდან უკვე რაც იწყება ეს პანდემიის მოხსნა, 2,350,000,000 დოლარზია აქ ლაპარაკი, გადაამრავლეთ ეს 2.7-ზე თითოზე. ამას მიუმატეთ 2022 4,370,000,000, 2003 4,12,000,000,
24 3 მილიარდ 400 მილიონი 2025 3 მილიარდ 600 მილიონი და ამას თავისთავად ახლა წლევანდელი წელი ამას მიუმატეთ ჩემო კარგებო. აიღეთ ახლა ეს ყველაფერი თქვენ, აი ძალიან უხეშად სტატისტიკაში და გამოდის რამდენი დაახლოებით სადღაც 17-18 მილიარდი ფული პირდაპირ ინვესტიცია 18 მილიარდის ინვესტიცია ქართული ემიგრაციიდან საქართველოში და ვიღაცის მარტო ბიუჯეტში კი არა ფული რო შედის ესენი რო წუწუნობდნენ რომ თავის ოჯახებსო გამოუგზავნესო თუ არაო ბიუჯეტს ამით რაო ეს 18 მილიარდი დაიხარჯა საქართველოში ეს ფული შემოვიდა და დაიხარჯა საქართველოში აი ეს არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი არტერია და მთავარი თავიდან ბოლომდე დრაივი ეგრეთ წოდებული რაზეც იციან ამათმა თქმა აი ეს არის აჩვენეთ ყობახიძეს აჩვენეთ ყობახიძეს და აჩვენეთ აი ამ ძაღლიშვილ ქოცებს სინამდვილეში ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ეს არის ქართული ემიგრაცია აი ახლა შეხედეთ ახლა დააკვირდით აი რატო ვამბობ ამას ასე დაარწმუნებით ერთი გარდა იმისა რომ ამას ვხედავთ ყველამ და ყველამ ვიცით აი დააკვირდით აგერ ემიგრაციაში წასული 30 წლამდე მოქალაქეების სტატისტიკა და დააკვირდით ბოლო პერიოდს როგორი კატასტროფული ზრდა არის ახალგაზრდა ჯამრთელი ჯანსაღი შრომისუნარიანი ახალგაზრდობის გადინება საქართველოდან ნახეთ რამხელა რაოდენობითაა საქართველოს ენერგიიდან დაცილი ეხლა გამოვიდეს ახლა რომელიმე კლდევამოსილი ქოცი და თქვას რომ ეს ასე არ არის ეს ხო სტატისტიკაა ეს ხო ციფრებია და აი ამ ხალხის შრომიდან და ამ ხალხის ემიგრაციიდან ამდენი ცრემლიდან ამდენი ოფლიდან ამდენი წვალებიდან ამდენი სტრესიდან და ამდენი უბედურებიდან აღებული ფული რო თავისი ოჯახის წევრები გადაარჩინონ ამას ამადლიან საქართველოს მოსახლეობას გესმით ხალხო ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც მაგალითად ოჯახში ერთი ახალგაზრდა ადამიანი იყო 5 წლის წინ რომელსაც საქართველოში არანაირი რეალიზების საშუალება არ ჰქონდა იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა წასულიყო და საკუთარი ოჯახისთვის ეგზავნა 5 წლის მანძილზე ფული რა თქმა უნდა მისი ოჯახი მეტნაკლებად ამოვიდა ხო გაჭირვებიდან მაგრამ რა შუაშია აქ თავრობა რა შუაშია აქ ხელისუფლება რა შუაშია აქ და მით უმეტეს ქართველი ადამიანი ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა ეს უგინდა უფროსი თაობა ჩვენი დედები დეიდები ბიძიები ესე სულ ყველა უფროსი თაობის ხალხი შრომობენ წვალობენ 65 წლის ხალხი მიდის ემიგრაციაში რომ იქაურ მოხუცებს მოუარონ თვითონ მოხუცი როა იმას დავიწყებულია იმას აღარ ახსოვს ეს ჩემო კარგები იმიტომ რომ გაჭირვება შიმშილი იმდენად და უწამლობა და უბედურება საქართველოში იმხელა მაღალია რომ იმას ეს არ ახსოვს აი ეს არის რეალობა ახლა როდესაც მე დაგიწყებენ ლაპარაკს რომ თურმე რატო აგინებ ამას ბიჭო საგინებლები ხართ სალანძღავები ხართ არა მარტო სალანძღავს აგინებლები ხართ თქვენ ხართ ჩვეულებრივად კედელთან მისაყენებელები და სხვათა შორის ერთი რაღაც თუ სამაც ოდნა მოგვიანებით ხო აი ეს კიდე ერთი გასამყარებელი არგუმენტი ეს კიდე ვინიცობა ვიღაცა შეგედაოთ აი მეგობრებო დააკვირდით აბა როგორაა ჩემო ძმაო საქმე აბა როგორაა მითხარი მაშინ თუ ასე მარტივად არა აბა როგორაა დამიწერე განმარტება როგორ არის აი ახლა შეხედეთ აი ეს არის ქვეყნების სტატისტიკა ქვეყნების სტატისტიკა ეკონომიკური კუთხით დააკვირდით ამ სტატისტიკას რა ქვეყნებია და ჯერთი ეს რისი სტატისტიკა არის ქვეყნების ათეული გაცრავად ეს არის ქვეყნების ათეული რომელი ქვეყნებიც და მათი ეკონომიკა არის დამოკიდებული
ფულად გზავნილებს. აქ არის ორი მდიდარი ქვეყანა, ლუქსემბურგი და ბელგია. ლუქსემბურგი ეს არის ოფშერი, დიდარი ოფშერი, უმდიდრესი ოფშერი. არის პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ძალიან პატარა მოსახლეობა არის, მაგრამ ეს არის ოფშერი და ფულად იგზავნილები ლუქსემბურგში ოფშერიდან გამომდინარე არის კატასტროფულად მაღალი. იქ სულ სხვანაირი კანონები მოქმედებს, იქ ბეგარა, აქციის, ამითაა გამოწვეული, რომ ლუქსემბურგი არის პირველ ადგილზე. ბელგიაშიც დაახლოებით იგივე ვარიანტი არის. აი დაახლოებით იგივე ვარიანტი არის ეკონომიკის ამბავის, მაგ ქვეყანაშიც გარე შემოდინებები, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცა გაქცეულია და აგზავნის ეს. ბრიუსელი არის ევროკავშირის დედაქალაქი, არის ნატო შტაბ-მინა, ბევრი რაღაცის ცენტრი, ღერძი და გარედან შემოსული გზავნილები მათ ეკონომიკაში არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მაგრამ დააკვირდით ახლა დანარჩენ ქვეყნებს. ტონგა, კუნძულოვანი სახელმწიფო, რომლის ეკონომიკაც დამოკიდებულია ერთსულ მოსახლეზე და ხედავთ რა დღეში არის. ჩერნოგორია, ეგრეთ წოდებული მონტენეგრო, იუგოსლავიის ნაწილი, რომელიც ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის და რომლის მოსახლეობაც ასევე გადინებულია, როგორც საქართველოს მოსახლეობა. სამოა, იამაიკა, ლიბანი, სალვადორი, ბელგია და სომხეთი. სომხეთი ასევე ქვეყანა, კარგად ვიცით, რომ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით სომხეთში და დანარჩენი სომხური ემიგრაცია აგზავნის და აგზავნის ფულებს და ეს ოდითგანვე ასე იყო. სომხეთის ეკონომიკისთვის და სომხეთის მოსახლეობის გადასარჩენად და სომხეთის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე და მე-9 ადგილზე არის, მერვე ადგილზე არის საქართველო. და საქართველოს სომხეთზე გადასწრებული აქვს ესე ჩემოგარგებო, რომ იცოდეთ გზავნილებიდან გამომდინარე. აი, ეს არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი. და თქვენ თუ გონიათ რომ ამაში რომ ქვეყანა არის მოხვედრილი, კარგია? არ არის კარგი. აქ არის მაჩვენებელი, რომ ქვეყანას ყავს ბევრი ემიგრანტი. ძირითად შემთხვევაში, ბელგიის და ლუქსემბურგის მაგალითი აგიხსენით, რატო? რის გამო ამათთვის ფულად იგზავნილები ესე? რადგანაც ოფშერია და იქ ფული მიედინება სულ სხვა მიზნებიდან გამომდინარე და არა ემიგრაციიდან, დანარჩენი ეს 8 ქვეყანა, რომლებიც ათეულში არის მოხვედრილი, აბსოლუტურად ყველა არის ემიგრაციაზე დამოკიდებული სახელმწიფოები. აი, ეს. და ამას გამოდიან ახლა და გვამადლიან ჩვენ. ხალხო, ხო არ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება იყო ადამიანი დებილი. აი დებილი ავადმყოფი ხო არ შეიძლება იყო. იმიტომ დებილიზმი ეს ავადმყოფობა. დებილი უნდა იყოს. როგორ ზრუნავენ ესენი საქართველოს მოქალაქეებზე და როგორი დამოკიდებულება გააჩნიათ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ეს უდიდესი ეკონომიკური ზრდა როგორ აისახება მოქალაქეებზე, შეხედეთ აგერ დოუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების აქციას, რომელიც არის ეს ბოლო ერთი თვე არის მიყვება და ხალხთან რომელთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობენ, არათუ დახმარებას და არათუ გვერდით დგომას. ელემენტარულს გეკითხებით. ახდენენ, ელაპარაკებიან, რამე თაგდებენ, არა? ამის მაგივრად, გუშინ გულის ამრევი სიუჟეტი ვნახე. ეს ჩიხლაძე რო არის, ეს დედამოტყნული ეს. როგორ შეიძლება ბიჭო ამაცი ახლა როგორ შეიძლება ამაცი მე ვილაპარაკო დადებითად? და რატო ითხოვს ეს ხალხი სიყვარულის ენას და რატო ითხოვს თბილ და ტკბილ დამოკიდებულებას არ ვიცი. გამოვიდა ადამიანი და ამბობს, რომ თურმეო, ესე იგი, ვინც ვეხმარებით, მთელი ეს გადაურიცხეთ და ჩემმა მეგობრებმაც გადარიცხეს და სხვებმაც გადარიცხეთ და გადარიცხეთ დაეხმარეთ ამ ხალხს. დოუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს. თუნდაც იმიტომ დაეხმარეთ, ჩემო კარგებო, რომ მე ვიცი რომ რაც იქნება. ამათ ფეხებზე დაიკიდებენ და მშობლებს იმის საშუალება მაინც ექნებათ. ამ შეგროვებული ფულიდან მოკიდონ თავის შვილებს ხელი და წავიდნენ უცხოეთში და იქ მაინც გადაირჩინონ თავი და იქ იმაზე არის ფიქრონ შიმშილით მოგდებით იქ რო ჩავალთო. თუნდაც ამიტომ ამ ხალხს არსებო ფული რო არა აქვს მნიშვნელობა ვინაგროვებთ. მიეცით თუ თქვენთვის ძვირფასია ეს ადამიანები და ძვირფასია სიცოცხლე. ამოსულები იყვნენ გუშინ იმის მაგივრად, რომ ამ ხალხზე რაღაცა
დახმარება ეთქვა. თუნდაც სულ აერაფელი არ ეთქვა. გამოსული იყო ეს ძაღლიშვილი ჩიხლაძე და ლაპარაკობდა რომ თურმე ეს არის სისულელე, თურმე ეს არის მანიპულაცია, თურმე ეს არის რა ქვია დაცინვა, რომ თურმე ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარებით ვიღაცეები თურმე პოპულიზმი არის თურმე ატეხილი და ალტერნატივას რას ვთავაზობენ, იცით? კაციშვილმა არ მიაქციოს ამ ბავშვებს ყურადღება. ხელისუფლებამ ხო გაწირა. საპატრიარქომაც ხო გაწირა, სიმართლე ითქვას. არავინ ხო ამათ არ გამოუვიდათ. თუ ვინმე მონახა ფონდი რაღაცა შეკრიბა რომ ამ ხალხს დაეხმაროთ, თქვენს გაწირეთ. იმიტომ რომ ეს თურმე იმ ფონდის შემქმნელები თურმე ნაცებთან დაახლოებულები ყოფილა. ამათი უნამუსო დედა რა მართლა რა. ამათი უსისხლო დედა, ბიჭო, საიდან, ბიჭო, რა ვიცი რა დედამქშობად, ბიჭო. დედის ძუძუს წოვით გაიზარდეთ, ქვეშობელძაღლებო, თუ გველიშხამი წავეთ ბავშვობიდან და ისე გაიზარდეთ, თქვენი დამპალი დედა შევეცი მე. საიდან მოიკრიბეთ? აი ახლა კიდე ახალი 3 დოდოს სირი გამოუყვანიათ, აი ეს 3 დოდოს სირი ზის იმაში, რა ქვია, ახალი ეთყობა ის 3 სირი არ კმაროდა იმას, რა ქვია, რამიშვილი და 2 ყვერი როუზი საკეთიქეთ და ახლა ახლები გამოსულან და ეს ერთი პიტალო ჟღვინტიანი ლაწირაკი ტრუსიკით რო დარბოდა მაშინ როცა ნაცების რეჟიმი იყო და თუნდაც როცა 2008 წლის ომი იყო შეიძლება ბაღში იყო მაშინ და გამოდის ახლა და იმას ასწავლიან ჭკუას იმედან რა ქვია და ამ ფულსო უაგროვებენო კაცო იმათო იმისთვისო ჭირდებათო რა ქვიაო წამლისთვისო მაგიო არ გროვდებაო მაგათო სხვა ინტერესი გააჩნიათო რომ ინვენტარი უყიდონო 3 მილიონს აძლევს სახელმწიფო სადაძლევს 3 მილიონს სახელმწიფო ნანათხოვარი ეტლებით ახალგაზრდა კაცი ხარ ბიჭო ასე რამ გაგაბოზა შედედა მოწყნულო ასე ბიჭო როგორ გადაირიეთ მთელი აი ამ დოუშენის სინდრომის ამბავმა საერთოდ ნიღაბი ჩამოხადა ამათ ხარდამჭერებს ამათ მომხრეებს ახალგაზრდას ოხუც დიდს პატარას ივანაშვილს თავის შვილს და ყველას ჩამ აი ესაა ამათი სახე აი ესაა ამათი სახე და ზიან და ლანძღავენ და აგინებენ ეხლა რაშია საქმე ჩემო კარგებო ამაზე მე ცალკე დეტალურად დაგელაპარაკებით რატო ხდება ეს სიძულვილი რატო ხდება ეს ბოროტება რატო ხდება ეს შხამი საქართველოში ხო და აი ვინ არის ამ ყველაფრის სათავეში აი გეცნობათ აი ეს ზუკნა გეცნობათ ვინმე აი ეს ზუკნა ეს არის ნინო გეორგობიანი ჩათალახშკა დღეს რო მის Facebook-ის გვერდზე შეხვიდე და ხატები და ეკლესია და მორწმუნე და ნაცების გამონაცვალი ნიფხავი მერე აირზენაში გაიაშვილთან ეგდოდა მერე ისევე ეს ქოცებში დაბრუნდა აი ეს ბოზიშვილი გეცნობათ ალბათ აი ეს იყო სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი აი ეს ზუკნა ამან უშიშროების დანაყოფთან ერთად არსებობს ქვეყანაში ესეთი დაწესებულება რასაც ქვია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რომელსაც ევალება საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება სხვა ქვეყნებში და ზოგიერთ ქვეყნებში არსებობს ესეთი ინფორმაციის სამინისტრო ინფორმაციის სამინისტრო არის იმისთვის შექმნილი რომ ქვეყანაში იქნას კონტროლირებადი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. Ну, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმასაც ატარებს, ძირითადად სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს და მოდი ახლა პირდაპირ ვთქვა, ესა პროპაგანდა. რეალურად ეს არის პროპაგანდა და რომელიც ითვალისწინებს ყალბი ამბებიდან საზოგადოების დაცვას და ესე შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკის წარმოებას. აი ამ ძუკნა ქალმა ჩამოაყალიბა საქართველოში ეგრეთ წოდებული ტროლ ზაუდების ქარხანა, რომელიც ტროლ ბოტ ზაუდების ქარხანა არის შექმნილი აბსოლუტურად აი გიკვირთ აქ რამდენი ტროლი შემოდის, იგინება, ილანძღება სახელმწიფო ბიუჯეტით, ფულით, თქვენი გადახდილი, ჩემი გადახდილი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით, მილიონობით, ათეულობით მილიონი ლარი მიდის. ათეულობით თუ ასეულობით არის. ათეულობით მილიონი ლარი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი ფული იმისთვის რომ ინტერნეტში არსებობდეს 10,000-ობით ბოტი და ტროლი, რომელი ბოტი და ტროლიც ქმნის ილუზიას, რომ ვითომ ის არის მოქალაქე და ლანძღავდეს, ათეთრებდეს, აშავებდეს, ამწვანებდეს, აყვითლებდეს ადამიანებს, აი ეს არის ამ ძუკნის დამსახურება. მერე ახლა ბოლო დროს თურმე კიბო დამართნია.
კიბო დამართნია თურმე ასე იცის ცოდვებმა ასე იცის მე არავის ცუდი არ მიხარია მაგრამ ამდენ დედამოწყნულობას რო გააკეთებ ნინო გიორგობიანო და რა თმინდა ამას ახლა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ რას აკეთებდა ჩემ ძმას ახში უგზავნიდა ბოზებს კახპებს უგზავნიდა იმისთვის რომ ოჯახი დანგრეოდა და ძუკნებს უგზავნიდა ინტერნეტიდან და რო დაურეკა რატო აკეთებთ ამას რომ ჩვენ რა შუაში ვართო აი ეს ძუკნა ეს იდგამ ყველაფრის სათავეში მე გიკვირთ ბიჭო რატო ვიგინები და ეს ჩემი მოგონილი კი არ არის აგე რა ჩემო კარგებო ეს დავიწყებული რო აქვს ბარეორს ეხლა მინდა გაჩვენოთ აი ეხლავე გაჩვენებთ ერთი წამით აი არც ხედავთ ჩანს მე მგონი კომპანია მეტამ საქართველოს მთავრობის ასოცირებული ათობით ანგარიში წაშალა ეს მოხდა 2023 წელს როდესაც ამათ მოუხდათ დაჯახება ამ შიგ ევროპელებთან როდესაც აერიათ პურის ჭამა მაშინ ჩაატარა Facebook-ის გვერდმა ჩაატარა გამოძიება და ამ გამოძიების მიხედვით საქართველოში იქნა აღმოჩენილი ერთი წამით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შექმნილი ოფიციალური ბოდიშთ ვერ ნახე ერთი არა პრობლემა მე ამ თქვენ თვითონაც დაძებნეთ და შეგიძლიათ ნახოთ უბრალოდ მინდოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით სრცლად მეჩვენებია ეთყობა დამავიწყდა ამის ამოსკრინვა კარგი ასე იყოს სადაც იქნა ოფიციალურად აღმოჩენილი ყალბი აკაუნტები ათობით აკაუნტი Facebook-ზე Instagram-ზე შექმნილი ჯგუფები გვერდები რომელიც პირდაპირ უშუალოდ ფინანსდებოდა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მიერ და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური ახდენდა ქვეყანაში ტროლების და ბოტების შექმნას. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ელემენტარულ შეხედეთ. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა ლანძღვა, გინება, გათახსირება, ადამიანების შანტაჟი, შეურაცხყოფა ტოტალური. მე ჩემ თავზე ძალიან კარგად ვიცი. ძალიან კარგად ბერჯერ გამომიცდია ყოველ დღე ვაწყდები ამ ყველაფერს. ცალკე ეს წარმოიდგინეთ ეხლა რა მასშტაბი არის. ცალკე ეს სტრატეგიული კომუნიკაციების ტროლბოტების ქარხნები. ცალკე უშიშროების ტროლბოტების ქარხნები. ცალკე ქართული ოცნების ტროლბოტების და ადმინისტრაციული რესურსით დაკავებული თანამშრომლების ისა რა ქვია განწყობები, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ, რომ აქონ მთავრობა და დადებითი კომენტარები წერონ. აბსოლუტურად ამ ყველაფერს დაუმატეთ უკვე წვინ ნაღრძობი ისეთი ძუკნა ქალები, რანაირიც არის ნინოია ჟღარკავა და თავისი ისა რა ქვია პოლიტიკური კახპებით რო ყავს სადაქალოს სავსე და აშავებენ და აწითლებენ და ამწვანებენ ადამიანებს. წარმოიდგინეთ რამხელა უზარმაზარი არმია შეკრებილი. და რა თქმა უნდა თავიანთი მხარდამჭერები ახლა ვისაც აწყობს ეს ყველაფერი რაც ხდება. ეს გამოდის მე რო იციან თქვა ჩვენ მილიონი ადამიანი ვართ. აი ეს ძაღლიშვილები ასე ამოიჩემებენ ადამიანს ვინც მათ პოლიტიკას არ ატარებს და დაიწყება ამ პიროვნების განადგურება. მასზე ცილის წამებები, 1000 სიბინძურის გავრცელება, 1000 ჭორების დაყრა. ახლა იმას აღარ ვამბობ, რომ რასაც პირდაპირ პარლამენტარები აკეთებენ, იმას პირდაპირ ეს ყველაფერი ასე მოიკრიბება და მე გამოვა ჩემს მიმართებით სიტყვაზე ვამბობ, წამოვდა მოდის ამ წლების მანძილზე, მეტი არაფერი არ მოდის. მოდის ეს ყველაფერი და მე განტარებული ადამიანი აგინებ ლანძღავს სამართალს ვერ ნახავ ქვეყანაში. ქვეყანაში არ არსებობს არც ცილის წამების გამო ვინმეს პასუხი მოთხოვო, ან ამაზე რომ მოთხოვო, ეს ჩვენი საქმე არა, ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი ვერ ახერხებს. წარმოიდგინეთ ახლა მეორე მხარეს რა არის? მეორე მხარეს უფრო უარესი თუ ნაკლები კი არა, აქეთ მეორე მხარეს არის ძუკნა მითების დეტექტორის, ისა რა ქვია, სოროსის ფონდი, თავისი იმის კანტორა, კინძურაშვილის კანტორა და მის დაქვემდებარებაში არსებული ეს დაფინანსებული ეს ნაცურ ლიბერალურ ჩათლახური ესენი.
და ეს ორივე მხარე ვისაც ვერ იტანს ლანძღავენ ათახსირებენ და გადამწარებენ ადამიანს გადაგიყვანენ ჭკუიდან და შეიდინები და აი რატო შეგვაგინეო ესო დასჯადი უნდა გახდეს აი ამაში აქ გენერალ-მაიორობა ამ ბოზიშვილს მიღებული და აი ამაში არის ეს ზუკნა ადამიანი მე ამაზე მე ცალკე გავაკეთებ იმას რა ქვია უფრო მეტი გასაგები რო გახდეს უფრო მეტი გასაგები რო გახდეს ადამიანებისთვის თუ რამხელა ძალა იბრძვის იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ სისტემის მომხრე არ არიან ნუ ჩემს მიმართ ჩემი ძმის მიმართ ადამიანების მიმართ რომლებიც არც ნაცებს და არც ხოცებს არ გულშემატკივრობენ და ამ ხალხის გვერდით არავინ არ დგას გას ესე უბრალო ადამიანები უბრალო ქართველები ხო კი კაცო ჩემს წინააღმდეგ მაგათ დიდი ხანია დაწყებული აქვს კამპანია კი მე შემხვდა სხვათა შორის აი ეს ახლა ახალი აღმოაჩინეს ხო აი შემხვდა ახლა მეც რო ვერანაირად ვერ მოდგნენ ამ ტროლ ბოტ ქარხნებმა დაიწყეს ესეთი ცინიკური ის რო თურმე ციგნებს ყიდი 450 ლარის ნაგივლად ჩემ დაწერილ ციგნებს 450 ლარად და რა ვიცი ზოგან მეტი იაფად წერია და ასე შემდეგ ხო მე მინდა გითხრათ წერეთ კარგია რათაც მეტი შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ ჩემი მართებაში ეს მე უფრო სიამოვნებს რო იცოდეთ იმიტომ რომ ხვდები რომ სწორ გზაზე ვარ და არ ვაპირებ გაგრძელებას უფრო მეც და უფრო მეტი დიდი მეტი мотиваცია მაქვს დედა მოგიტყნათ რო იცოდეთ ისე მეტი мотиваცია მაქვს მეტი სურვილი მაქვს ხო და დანარჩენს რაც შეეხება ჩემო კარგებო ელემენტარულად გეტყვით იმას კი წიგნის დაწერას ნამდვილად ვაპირებ ნამდვილად უნდა დავწერო წიგნი რომელიც წიგნიც შეეხება ნაცს და ქოც და მათ გამრავლებლებს და თქვენი ავადმყოფური ფსიქოლოგია და თქვენი ჩამოყალიბებული იდიოტიზმი რითაც ცხოვრობთ ერთუჯრედიანი ამებები და რასაც ქვია დაავადება საქართველოში ნაცქოციზმი და რასაც ქვია იმიტომ რომ ამაზე მეტი შეურაცხყოფელი დღეს არაფერი არა საქართველოში ან ნაცი იყო ან ქოცი ერთხელ თქვი კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში საქართველოში 90-იანების თაობა ვარ მე არსებობდა ადაპტიროვნების ლანძღვისთვის ორი ყველაზე უმაღლესი ფორმა ამის იქეთ რო არ არსებობდა დედის გინებაზე ჩესტის შეხება რასაც ეს იყო ერთი ფიდარასტი უნდა გეთქვა ადამიანისთვის და მეორე უნდა გეთქვა ბოზი ერთის შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ამაზე მეტი არ იყო ახლა რომელი ფიდარასტი ხარ და რომელი ბოზი ხარ თქვენ აირჩიეთ ისა რა ქვია ქოცებმა და ნაცებმა გაიყავით ერთმანეთში და იყავით და აი როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს რომ გახდეს ქოცი და ნაცი ამის შესახებ ნამდვილად წერ წიგნს ნამდვილად დავწერ მომავალში ვექნება მაგისის და ჩაურთავ ყველაფერს თქვენ სიებს, სახელებს, გვარებს, უშიშროების არქივებს, მოსმენებს, ტელეფონის ნომრებს, მისამართებს, ამ აუცილებლად გავაკეთებ. აუცილებლად ეს ჩემი მონოგრაფია აუცილებლად გამოიცემა. აუცილებლად. ჯერ ბევრი დრო მაქვს. ჯერ დედა თქვენთან სექსუალური კავშირით ვარ დაკავებული, პოლიტიკური სექსუალური კავშირით და ჯერ არ მცალია ამისთვის და რომ მოვჩები მე წიგნს დავწერ დედა თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობებს. ხო, ეს ასე. და რა უნდა ამ ყველაფერს იცით? ამ ყველაფერს ჭირდება აი ერთი ისტერიკა რო არის სატეხი. აი ეს გჭირდება თქვენ. ნუ ეს გჭირდება. ეს გჭირდება. რასიზამ შემოძმაო დიდი პატივი არის ამ გენზე წიგნის დაწერა, მაგრამ მე წიგნს ვწერ უნდა უბრალოდ უნდა დავწერო წიგნი აუცილებლად იმის გამო, რასაც ქვია საქართველოს უახლესი ისტორია, რომ მე სხვა არ დაწეროს. სხვანაირად და არ იქნას ის ილუზია შექმნილი, რომ როგორც ეხლა არის მაგალითად, რომ თურმე ნოე ჟორდანია რა კაი კაცი ყოფილა, თურმე საწყალი, თურმე ოკუპაციამ გააგდო და ესე შემტკირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი და ეს რაც ბოდვები რო არის, ასეთი რაღაცა რო არის იქნას შექმნილი, მე ადამიანს ჩემი თვალით რაც ამაქვს ნანახი, რასაც ვხედავ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა დავწერო წიგნი. ამიტომ ყველა საპატიო ადამიანს აუცილებლად ვინც ახართ თქვენ ნაცქოცები აუცილებლად შეგიყვან ჩიგნით. თქვენი სიბინძურეებით. ბევრ რაღაცას ვერ ვიტყვი, უფრო იწერება. ტყვიაზე მეტად კალამიჭრის. ასე რომ კაი სტიმული მომეცით. მიდით, გააგრძელეთ, აბა თქვენიც. მოკლედ აი ამის თქვა მინდა და საღამოს მექნება ვიდეო ეთერი 9 საათზე თბილისის დროით, თიტო ჩუბინძესთან და დანარჩენზე
შემოგვიერთდით, ვისაც გაინტერესებთ და დაიცავით თავი ამ ნაძირალა ამ ვირთხა მავნე გავლენებისგან. მე გეტყვით პირდაპირ, საქართველოში თუ ქოცური რეჟიმი არ დაემხო და ნაძ-ქოცი თუ ერთიანად არ გასამართლდა, თუ არ გასამართლდა, ამათ თუ არ მოეთხოვათ ქართველი ერის მიმართ ჩადენილი გენოციდის გამო. არაფერი არ ეშველება საქართველოს, ვიქნებით სულ ასე როგორც ვართ. და საბოლოო ჯამში იქნება შედეგი, რომ 85% ქართველი ერი განადგურდება, ან საქართველოში არ დარჩება, დარჩება 15% ბოზიშვილი, ნაცი და ქოცი, რომლებსაც რო კითხო ერთმანეთის მტრები არიან და შეხედეთ ერთი ეკონომიკურ საკითხებს გადახედეთ, როგორი პარტნიორები არიან ერთმანეთის ბიზნესებში, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გადახედეთ როგორ არიან პოლიტიკაში და სხვა რამეებში, დარჩება 15%, რომელიც დღეს აპარტეიდსაც წარმოებს, დანარჩენი 85% ქართველი ერის მიმართ და ეს ბოზიშვილები გაანადგურებენ ქართველ ერს. აი ეს იქნება. არანაირი საქართველო თავისი, რასაც ქვია მაიდენტიფიცირებელი ერის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით არ დარჩება. მე გეუბნებით ამას. და დარჩება როგორები, იცით? აი დარჩება აი ესეთი ბოზიშვილი ხალხი. მე ახალგაზრდებით დაწყებული, რომლებსაც გაჭირვებულ ადამიანებთან მიმართებაში თუ ვინმე ეხმარება, ისინი სულ ადამიანებად რო გამოყავს და ის დამპალე გადაღრძვებული ბებერი ხალხი თვითონ ცალიფეხი საფლავში რო აქვს ჩადებული და ახალგაზრდასო რატო ეხმარებით აინშტაინები ხო არ გამოდიან სახელმწიფომ რა იცისო ანუ მოკუდენო ეს ბავშვებიო და ყოველდღე რო აძახებენ უნდა მოკუდეს თურმე ისა რა ქვია ბავშვი და ფული მაინც რატო უნდა გადაუხადო აი ესეთი დედამოწყნულები და თუ ამათ თქვენ ქართველობას ეძახით აი ესეთი ხალხი დარჩება საქართველოს სხვა გამოსავალი არ იქნება ან ეს 15% ბოზიშვილი ეს 15% ან ნანჩენ ჩვენ 85% ნორმალური ქართველები ვინც არიან და მორჩა და დამთავრდა არაფერი მეტი არ იქნება საბოლოოდ იმას მოიგებენ ქალბატონო რაც მოუგიათ ისინი თვლიან რომ თვითონ თავისი უჯიშო დედამოწყნული შთამომავლობა რომლებიც ეკალზე ვარდი არ ამოდის და ვაშლისხიდან შორს არ წვივა თავისი უჯიშო შთამომავლობა რომელიც ამ ხალხის წამებაში, წვალებაში და სამშობლოს გაყიდვაში გაზარდეს და აღზარდეს, იქნებიან კარგად. სანამ ამ დამპალ დროებაში, ამ წუთის სოფელში ეს დედამოწყნულები ხო სიკვდილზე არ ფიქრობენ. მაგრამ თუ მაინც ფიქრი ექნებათ, სანამდე იქნებიან თვითონ პირში სული სანამ ედგებათ, მანამდე იქნებიან კარგად. მერე მისი უჯიშოშვილი იქნება კარგად და ასე შემდეგ. რა არა, ასე. თუ გადახედეთ, გავსებულია პოლიტიკა შვილების ისა რა ქვია, აგერ ახლა აბა ბიძინაივანიშვილს ვინ მოყავს? ვინ მოყავს? პოლიტიკიდან მოყავს მისი შვილი, ხო? ეგერ და თავზე ადგია და რა ქვია, გენოპეტრიაშვილი და ტალახაძე და ლიპარტელიანი და ეგენ დასვა დაძდევენ. უფლისულს. რატო დაძდევს? პარტიაშიც არაა რო კითხო. მამამისის კვალზე იზრდება. აი ეს არის, მათ არ აინტერესებს. არიციან მაგათო, ჯერთი ესენი არც არიან ქართველები. ივანაშვილები ესენი ყველაზე არაა საქმე, მაგრამ მაგათი შტო ეს არის ურიები. გორიდან. აი ეს შედეგი. ეს ხალხია ყველაზე დიდი მტერი საქართველოში. ესა. ახლა ეწყინებათ ალბათ, ხო? აი რა მეცენატიც არის. აგერ ჩანს აგერ. და როგორ უყვარს ქართველიერი მამასაც და შვილსაც. ეგერე? ამაზონის ჯუნგლებში დაძდევენ იმას, რა ქვია? ანაკონდას და იმას, რა ქვია? ლეოპარდს და იმას გადასარჩენად. და აგერ საქართველოში ბავშვებისთვის თუ ვინმე ეხმარება ბავშვებს თურმე და თვითონ ხო არა? ის არავის არ ახსოვს ისინი. თუ ვინმე ეხმარება ისინი ცუდი ხალხია. აი ეს არის მაგათი რეალური სახე. აი ეს ებატო. რა თქმა უნდა, აბა ახლა ზვიგენი და პინგვინი უფრო მეტი ღირებული არის, ვიდრე იმ ბავშვების სიცოცხლე. ხო, გადახედეთ ერთი ახლა იმ პინგვინის შენახვა რამდენი უჯდება საქართველოში და რამდენი ჭირდება ამ ბავშვს. სამგურნალოდ. აგეთი ასეთი დებილი როგორ უნდა იყო და მე გამოხვალ მე და ამ ადამიანზე მე თქვი რომ კარგი ადამიანი, მაგნაირი ადამიანების დედას შევეცი მე და ვისაც ეს გააზრებული აქვს, რომ ადამიანს პინგვინი და ზვიგენი ურჩევნია ადამიანების სიცოცხლეს საქართველოში. ვინც ამას დასუკრავს, მის დედას შევეცი კიდე სათაულოდ, რა უნდა ველაპარაკო ახლა? იცახო სიძულვილის ენა.
არა ძმაო, სიყვარული დათესეთ, რომ სიყვარულს იმსახურებდეთ, რაც დათესეთ იმას იმკიდე. კარგად.